იმ ხარეს საქართველოა, აქეთ კიდევ თურქეთი. დღეს მე საზღვრისპირას მდებარე სოფელ მარადიდში ვიმყოფები, რომელიც ისტორიული ბედუკ უღმართობის გამო თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩა. მიუხედავად საუკუნეების სვლისა, აქ მცხოვრები ჩვენებურები კვლავ საუბრობენ ქართულად, ინარჩუნებენ წინაპრების ტრადიციებს და ცდილობენ მშობლიური ქვეყნის სიყვარული მომავალ თაობებსაც გაუზიარონ. თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენებურები თურქეთის მარადიდში და როგორია მათი ერთი დღე საქართველოსთან არცისეს შორს, ამას მე დღეს გადაცემაში მოგიყვებით. მარადიდი ჭოროხისპირა დასახლებაა. იგი შეფენილია ჭოროხისკენ დაშვებული ქედის ორივე ფერდობზე. მდინარის ზედა ნაწილში მოქცეული სამხრეთი კალთა ზედა მარადიდია და ამჟამად თურქეთის ფარგლებშია. ჩრდილოეთი კალთა ქვედა მარადიდი საქართველოშია და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა და ზედა მარადიდი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნების შემადგენლობაშია. სოფელი ზედა მარადიდი, თურქულად მურათლი, ბორჩხიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ართვინის პროვინციას მიეკუთვნება. აქ ძირითადად მარადიდელ ჩვენებურთა შთამომავლები ცხოვრობენ, რომელთა რიცხვი ამჟამად 100 კომლია. ზედა მარადიდში მოსახვედრად ჩვენ გავიარეთ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ქემალფაშა, ხოფა, ბორჩხა და სულ რაღაც 2 საათში ზედა მარადიდში ამჟამად სოფელ მურათლიში აღმოჩნდით. 1921 წლიდან მას შემდეგ, რაც ჭოროხის აუზის დიდი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მარადიდი ნაჰიეს ადმინისტრაციული ცენტრი იყო და 16 დასახლებას აერთიანებდა. საკუთრივ სახელი შეეცვალა და 1925 წელს მურათლი ეწოდა. საზღვრისპირას მდებარე სოფელს ხშირად სტუმრობს. გვიყვება, რომ მისი წინაპარი დიასამიძე იყო და დიდი ბაბუა ართვინიდან ჭოროხის გავლით ბათუმში ნავით ნივთებს ეზიდებოდა. საზღვრის გავლების შემდეგ გვარი შეუცვალეს და იელქენჯი დაარქვეს, რაც თურქულად მენავის ნიშნავს. ჩემი სოფელი ხეობაა. აქ 4 კილომეტრი მერე. მე აქ ბევრი დავდიოდი. მე ჩვენი ამ ბორჩხას სოფლების ყველა სოფელი ვიცი, მაგრამ აქ რომ ჩამოვდოდი, აქ გაღმა სოფელიში ჰიც მოსული არ ვიყავი, იმისო ნერვულობდიო. აქ რატომ ისული არ ვარ და რა რომელი სოფელია მეტი კატაფხია, კინცურეთი ისინი ვიცოდი, მაგრამ ეს კირნათი, ახლა ომ ვიცი კირნათია. ეს არ ვიცოდი. ჩვენ სკოლაში რომ დავდიოდით, მასწავლებელმა ჩვენ მეტყოდნენ, რომ ისინი რუსები არიან, ისინი მტერები არიან, რომ მეტყოდნენ. მერე ჩვენ მივხვდით, რომ ეს ერთი სისხლი და ერთი ხორცი ვართ. აქზე შვაში ერთი კედელი იყო. იქ კედელი დავანგრიებით, ახლა ძმა და ყველა შევხვდით და ერთმანეთთან სიყვარულით და პატივისცემით მივდივართ, მოვდივართ. ამიდან ძალიან კმაყოფილი ვარ მე. ეს ადგილი ძალიან ემოციური ადგილია. ნამდვილად, იმიტომ რომ აი მოსჩანს სოფელი კირნათი. კი, მართალია. აი სკოლა ჩანს კირნათის და ძალიან ბევრი სახლი. იქაც ძმები არიან, აქაც ძმები არიან, იქ გათხოვილი არიან, აქ გამოთხოვილი არის. იმიტომ მართლა ეს მარადიდი ჩვენი სხვანაირი ადგილია.
თქვენი აქ მოსვლას ძალიან კარგი რამეა. საქართველოში შეატყობინებთ, რომ აქ ქართველები ცხოვრობენ და ქართული კულტურა, ქართული ლაპარაკი, წერვა, რა ვიცი, არ დააბიცდნენ. ჭოროხზე გავლებულ საზღვარს ბევრი ისტორია ახსოვს. ბატონი მუსტაფა 1990 წელს საქართველოში მის პირველ ვიზიტს მუდამ თვალწრემლიანი იხსენებს. ბედნიერია, რომ დედა სამშობლოს ხშირად სტუმრობს და ქართული წერა-კითხვაც ისწავლა. აქავრი რეჯები ბიჭი არის. აქ ჭოროხ პირზე ჩავიდო და გაღმა ერთი გოგო იმან ბიჭს უყურავდა, ბიჭმა უყურა, მაგრამ არ იცნობდნენ. არც სახელი, არც გვარი იცოდნენ. ერთი დღე, ორი დღე, მეორე დღე, მესამე დღე თვეები გიარა. და ამ ბიჭმა ბეჭედი იყიდა და ახლა ბეჭედი გეიქნიოს, იქამდე ვერნა გააგზელოს. ჭოროხია შვაში. და ასე ქვანახა, რაცხას შეახვია და ისე გეისროლა, მაგრამ გაღმა ვერ გაიტანა, ჭოროხში ჩავარდა. მერე ბიჭი წავიდა, გოგო ნახა, შუუყვარდნენ ერთმანებს. თავიდან ნება არ მისცენ თურქეთში წამოსვლას, გოგოს გათხოვებას, მაგრამ მერე ბიჭმა გამოაქცია და ახლა მოდიან. ამ სოფელში საქართველოსთან გათხოვილი 4-5-დანე რძალი არის, გოგო არის, აქ გათხოვილია, დაოჯახებული არიან აქა. ანუ ურთიერთობა გაქვთ დღემდე ინარჩუნებთ თქვენს ნათესავებთან? კი, ღმერთით ეს ურთიერთობა გაგრძელდება და ადრე როგორც ვიყავით, ისე ვიქნებით. 1990 წლებში კარი როდის გეისხნა, მე საქართველოში გადავედი. ჩვენ მეგობრებმა იცოდონ, რომ თურქეთში ვინ ქართველია, საქართველო ენატრება, დედასამშობლო ენატრება. ფრიდონ ხალვაშიმა ხომ იზახს, ლოქმა არ მაკლია, მაგრამ სამშობლოს ღარები ვარვო. ჩვენ მართლა აქა ეკონომიკურად ცუდად არ ვართ, კარგად ვარ, მაგრამ ეს სამშობლოს ღარიბობა, სამშობლოს შორყოფნა მართლა ძნელია. აბა ერთი პატარა ლექსი წავიგითხო, ხო მე პოეტი არ ვარ, მაგრამ რას ვიცი ვთქვა. მიყვარს ქართულად, ძულს ქართულად, წერ ღმერი, წეკვა ვამბობ ქართულად, მადლობა ღმერთს, ნებადართულად. შანსი მქონია არ მომირტყავს ფეხი თათრულად, ზივარდა ფეხი ფეხზე მიდევს, ეგეც ქართულად. თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო თარგმნეთ ფრანგულად, მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, წერ ღმერი, წეკვა ვამბობ ქართულად. მე ყოვლეთ ქართველს, ყოველი მე მიყვარს ქართული. ამიტომაც ვარ ყველა ქართველთან წელ გამართული. ემოციურად დავიმშვიდობეთ ბატონ მუსტაფას და გავაგრძელეთ სოფელ მურათლისკენ გზა. აქვე ახლოს სოფლის გამგებელს შეუარეთ, რომელიც ზამთრისთვის შეშას იმარაგებდა. რესულ იაზიჩის ქართული გვარი ბერიძია. ის სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რომელიც წარმოშობით ასევე ქართველია. გამარჯობათ, ბურუმს. როგორ ახარ? კარგად, თქვენ? კარგად, მადლობა. საიდან ბრძანდებით? მე ბათუმიდან გესტუმრეთ. ბურუმს, خوش გელდნოს. გაიხარეთ. რაფერ ხართ, ხომ კარგად ხართ? კაი ვართ, კაი, თქვენ როგორ ხართ? კარგად, არამიშავან, მადლობთ. რას აკეთებთ ახლა? შეშას იმარაგებთ, ხო? შეშას ვაკეთებთ, რომ ზამთარი მოდის. კი. თოვლი გათოვდება, სიცივეები ჩავარდება, რომ შეშა მჭირდებიან. შაშანეზე მეტი დიდი თოვლი გათოვდა, 2 მეტრო თოვლი იყო ახლა. ცოლი გეხმარება? მეხმარება, კი. უნდა რომ დაგახმაროს და მარტო არ იქნება ყველაფერი. გასაგებია. თქვენ ხართ მუხტარი, გამგებელი. გამგებელი ვარ, ამ სოფლის გამგებელი ვარ. ეს სოფელი არის მარადიდი.
სოფელის სახელი არის მარადიდი. მარადიდი სოფელი შუაში გაყოფილია საზღვარი, ნახევარი საქართველოს მარადიდია, ნახევარი თურქეთის მარადიდია. ესეთი რომ დამოჟნია საზღვარი რომ შეეკეთა, ბაბააჩემი დაარჩა თურქეთში, მისი ძმა საქართველოში და ხალხი ისე იწვალეს რა, რაფერი გითხრათ, ეხლა ძველი სოფელია მარადიდი, სულ ქართველებმა ცხოვრობენ მარადიდში. როგორ თქვენი მარადიდი არის, ისეს არის აქადი მარადიდი და ჩემი ბებია ისეთი მოგდა რომ დედა ქართველი ყავდა, საქართველოსიდან მყავდა. ბიზეები ყავდა ხუთი დიდმანიზეები. გამაჟრამ გაიხსნა წავიდა მას იქ დადგა ესტუმრა მას ბიზეებს მისი. სულ ტიროდა აქედან უყურებდა საქართველოს და ბიზეები იქ ამყავსო და აქედან უყურებს და ვერ მიდის, ვერ მოდის და ტიროდა და რა. ძველი დროზე აქედან ყოფილა კონტრაბატი ეტყვიან შვედებმა. ნავით ხალხი საქართველოში მიდიოდნენ, მოდიოდნენ აქანი ხალხი და pravoslavno პასპორტები გვაქვს. დიახ. იმით მიდიოდნენ, მოდიოდნენ, იწერებდნენ. მერე ეს შეეკეთა. ეხლა ჩვენ ვაპირებთ რომ ხალხი ხელიდან მოვწეროთ ყველამ ახლა და ბაირამებში წასვლა-მოსვლა მინდანა რომ იმიტომ რომ იქაც ჩვენი სისხლი არიან, ჩვენი ხალხი არიან. ღმერთით გამოვა ეს თქვენი ჩანაფიქრი. ნათესავებს ხომ ნახულობთ რომ ჩადიხართ, ვისთან კი ბატონო, ეხლა ჩემი უმცროსი ძმა არის სტამბოლში ცხოვრობს. 30 წელია ცოლი ყავს საქართველოსიდან დიდმანიზე გვარია და ახლა ამის ბავშვები ჩემი გეარენ, ერთი გეეთხოვა კიდე საქართველოში გოგო, კიდე იქ ბავშვები ყავს თბილისში ცხოვრობს. ნათესავები ბევრი არიან, ჩვენ ვართ ბერიზე გვარი. ის ნათესავები დიდმანიზეები არიან, იქაც კიდე ჩვენი ბებოს დაიები, ბიზიეები. არა, ყველას აქ ყველა ოჯახს ბათუმში ნათესავები ყავს. არ კარგავთ ერთმანეთს, რაც მთავარია. ხო, არ გავქავთ. არც და დავკარგოთ. იმიტომ რომ ერთი სისხლი ვართ. რას დაგვაბარებთ ახლა იქეთ თქვენ ნათესავებთან? სელამი მოგითხრა ყველას, ყველა საქართველოს. სოფლიოში საცხანს ქართველი ცხოვრობს, ყველას სელამი. სოფელ მურათლისში მცხოვრებ ქალბატონებს ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცია აქვთ. თავშეყრის მიზნით ისინი ლატარიას თამაშობენ და ყოველთვიურად ერთმანეთთან იკრიბებიან. ვფიქრობ, ამ ტრადიციის მიღმა ბევრი საინტერესო ისტორიის მოსმენაა შესაძლებელი, რომლებსაც დღეს მე თქვენთან ერთად აუცილებლად მოვისმენ. ტრადიციული კერძების მომზადება და დაგემოვნება აქ მცხოვრები ქალბატონების თავშეყრის ერთ-ერთი სასიამოვნო რიტუალია. სოფლად შეკრებილი რძლები, მულები, დედამთილები ძველ ამბებს იხსენებენ და დროც მხიარულებაში გაჰყავთ. ყველა ნაწევდეთ ისტანბულ, ანკარაში ნაწევდეთ და ოკი. გამარჯობა ქალბატონებო. როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? კაი ვართ, კაი შენს კაი ხარ? მეც კაი ვარ, მეც. ალლა ილიქვერცო. რა შვრებით, როგორ ახართ, რა ხდება თქვენ სოფელში? როგორ ცხოვრობთ თქვენ ამ ლამაზ ჩვენ სოფელში ნისანში მოვალთ. ჩაი ვკრებთ, ციმინდი, ხალი, რაცხები, სებზე ვიჯებით ასე. დიახ. თხილი ვკრებთ, ჩაი ვკრებთ, ახლა აწმის უკან წევალთ. ანკარას, ისტანბულ, სამსუნ. აქ ავზივართ, ზამთარში მივალთ. ზამთარში არ ვარ. ბაკლავა გავაკეთავთ, ტატლი, საჭამელი, იქ შერბეთები დავასხავთ. იმ სოირაცხები, ბორეღები, რა ვიცი, მიხაზირავთ, მიმაქვან. ხო. ახლა მე როგორც ვიცი, თქვენ შეიკრიბეთ ესე
ხართ რძლები, მულები, თელი შიანაი ვარ, შიანაი, აბანჯი ვინმე არა. ლატარიას თამაშობთ თურმე და აგროვებთ ფულს. აი ამ ამბავზე რომ მოგვიყვეთ ჩემო კარგო, რომ მითხრათ, რას თამაშობთ, როგორ დაიწყეთ და ანუ როგორ რა ტრადიცია თვერში ერთი თვერში ვიღრებით ასე შილები. ახლა გავათავოთ სონია. ახლა ხო. ვათავავთ, კეთილ ზაფხულში მოვალთ, კიდენა დავწყოთ, ვიარებით ამას და იმას მივალთ. ახაზირავთ, ასე სოფრეები ვახაზირავთ, კაიებს აცხები ვაკეთავ, ჭამთ. თვეში ფული ვისრევთ, ფული. ანუ ერთმანეთს ფულს აძლევთ. ფულს მაძლევთ, კი. შემდეგ გემრიელობებს ამზადებთ და ერთად მიირთმევთ, ხო? ვაჭამ, ვასვათ, მე ფული ვისრევთ. ეს ფული სადმი გაქვთ შემდეგ? რაც ჭირიან ივიღებთ. რა ვართ ოქრო, რაც მოვა ვიყოდა. ეს ფული ყველას უწევს ყოველ თვე? ერთი თვე იმა, ერთი თვე იმა, ერთი თვე ამა სირაით. თქვენთან როგორ იყვიან სირა-სირა. სირა-სირა, კი. აიმე. რა კერძებს ამზადებთ ძირითადად? ახლა რა არის სუფრაზე? ეს არის მაკარონის ისე მაწონი და მაკარონი გადარეული. სალათა ვეთქვით ამას. დიახ. სალათი გაქვთ. ხო, სალათი. ეს არის ბურმა. ეს არის გადაწითლებული ისე მე რა თქვია ბიშები. ესა კარტოფილი. ეს ფასტა კურაბიე. ეს წყლის წყალში გავაკეთავ, წყალში მოვხარშავ, ყველი დავაყრით. მაწონის ყველი, იცით? ეს ისაა. ეს დოლმა. დოლმა. ხო. და ეს არის აჩმა. ხო, ის არის აჩმა, წყალში ვხარშავთ, იმის მერე მოვზილავ, გავათხელავთ, წყალში მოვხარშავთ. იმის მერე ყველები დავაყრით ზედან, ისე გავაკეთავთ. თქვენ რომ ისე ხაჭაპური არისია? იმას გავს იმის გემო. კი, მსგავს. აჩმასაც ვაკეთებთ ჩვენ. აკეთებთ. კი. ვინ მოამზადა ახლა ეს ყველაფერი? ესენი შილმა მოამზადა, ეს შილია ჩვენი. მული რომელია, მული? მული ეს არის. ესე იგი ჩვენ ბრძანდებით მული. მული მე ვარ. აი ვარდო გონჯი ვარდო, მებს და გაკითხო. ასე. აუცილებლად მე ცოტა არაში მურმულობ ასე. ამდენი რძლის ყოლა როგორია? თქვენ ერთი მული. მე მეტი მიყვარს ელი. ყველა თითო ელი მიყვარს. კაი არიან. სოფელში ცხოვრობა ზაფხულში მეტი კაია. ზამთარში ვინმე არ დაარჩება. ყველანი მოსული უკან წევა ისტანბული, ანკარა, ბურსა, იზმიტია. მე იბარგებენ, დადინდებიან. მე ზამთარ-ზაფხულ ისტანბულში ვარ, არაში მოვალ. აქ მე სახლი არ მაქვს. ასე ძდებ და მოვალ. ყველა გძალს. ყველას ასე შამივიდა, ხო, ბევრს წევალ გაკეთებულები მათი. ხაზირი წევღებ. კარგი მიგნება, მშვენიერია. ეს სოფელში შემოვლენ მარტში, დაიწყობენ 9 დაიწყობენ სიმინდია, ლობია, მასკა ჩაიმოკრებენ. იმის უგან თხილის უგან სიმინდი მობარგվენ სოფლის საქმეში არ დაილევა. ბებო, მე მომიყევი, როგორც ვიცი, თქვენი დედამთილი იყო, ხო? აი იქიდან გადაგა. ხო, დედამთილი იყო. ძმები, იეგენები იქ დარჩენთელი. რომ გაიყო საზღვარი დარჩენილი. მაშინ ისე გაყოფილა. დიახ. იქ დარჩენ, მან აქ დარჩა. აქ ყაჭები ყავდა, კაცი ყავდა. იქ ვერ მივდოდა, ამა მეტი ასრეთი იყო. ასე უყურავდა რომ დაждდებოდა, ყანაში წევდოდით, საქმოვდით და რაცხები ვიჯებოდით დაბი. რომ შეხედვი და კინათ, თლათ მოგონდებოდა ნავალიერები, მისი სოფელი. მისებურა კუკუნობა დაიწყობდა საიქი. მე იმსოიტირავდა, საიქი ჯენაზე ყავდა წინიდან. ძმებისთი, ემიაშვილებისთი, იეგენებისთი ტირავდა. მე დაიწყემ ლარტუ და ისხნა. ამა მან არ იყო მაშინ.
არ მეეწრა. არ მოესწრო ქართლს საზღვრს. სოფელში გათხოვება როგორ ხდებოდა ძველად? თქვენ როგორ გათხოვდით? გარიგებით, ელჩობით, თუ შეგიყვარდათ? ხო, ჩვენ წინიდან ელჩობა ადეთი იყო, ისე დანახვით გათხოვება ადეთი იყო. ამა ახლა ისე არ არის. ახლა ამ ექთებში, საქმეზე აშიღები ყავან, ჩვენს მეჯბური ვუთხოვეთ ღაჭებს. გოგვებსას, ბიჭებსას, ამა ჩვენ დიდვანებმა აცხა მიმცენ იქცევენ. მაშინ ისე გეტი რა აგეხნა მაინ მიგეციო. წინ ექსერის სოფლიდან ახლოსიერებიდან ძალები მეიყვანდნენ. ახლა გოგვები გაათხოვებდნენ. ახლა კლაც შორობა დაშენდა. ჩეზი ყველა შეიყო, საწოლელიო და გოგომა მეიტანდა. იმის უკან მუთვაღის ბარგი მეიტანდა ჩეზი, ზათე ელიშები მელიშები, ხელით ნაკნარი შეები, ელიშები, მისაფენელი, მოსაფენელი რასხები, იმსო შეები იშტე. დიდმანებთა მოველით ჩვენ დედამთილთა, მამამთილთა, შილი მყავდა, მული მყავდა ორითანე, ბაიაღი ვიცოცხლეთ იმნებთა. მემრე გავრიგდით. ახლა დედი არა, ახლა დედამთილი არ უნდანან, მამამთილი არ უნდანან. მარტო ცხოვრება უნდანან ახლა. ყველა ცალკე უნდა ცხოვრება. თაბი. თქვენ როგორ გათხოვდით? მე ისტანბულ არის. ესია ჩემი ელჩი, ვიდა მუსტაფა ისა. ესე იგი ელჩთან ერთად ელჩი ისა. კი, მე ჩემი ბიბიას შვილია ჩვენი და იმა მუსტაფა მაქნა ჩემი საქმე და მანახენ ერთმანები. იგივე თქო ისტანბულმა, აქ არის იყო ბიჭი მოვალ, ზაფხულებში მოვალ. ქართველია ხო თქვენი? მე ქართველი ვარ. დედამთილი ჩემი ქართველია. ჩვენ წინ ქართველმა ქართველს მიცემდა, ქართველიდან ავართვავდით mesela. ერთმანებში მიცემა მოცემა იყო. ახლა ისე არა, ახლა ბავშვები კლაც სკოლებში შორ აცხან წევდნენ, მეყვანენ სხვა ჯურის წარმომადგენლებს. მეყვანენ. კიდევ რიეთ ერთმანებზე ახლა, ამა წინ ისე არ იყო, წინ ქართველი ვიღაც ვინც ხას ჩვენს ქართველი მინდოდენ mesela თელი ერთმანებისა ვიყოთ მინდოდენ, ამა ახლა ისე არა. აქ ყველა წყვილს დაოჯახების ერთი ისტორია აქვს. ძველად როცა გარიგებით ქორწინდებოდნენ, ცოლად აუცილებლად ქართველი უნდა შეერთოთ, რაც შემდეგ მომავალ თაობებში ენის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. თუმცა თანდათან ტრადიციაც და ქორწინების მეთოდებიც შეიცვალა. თქვენი წინაპარი მარადითში ცხოვრობდა? კი. ძველი მოსახლე ხართ? გვარად კიკნაძე? კიკნაძე ვარ ძველანდელი, თურქულად ოსტურკი ვარ. და რომ გვიამბოთ, აი რო გაიყო ეს საზღვარი, ვინ დარჩა საზღვარს მიღმა და როგორ გააგრძელეთ აქ ცხოვრება? იქა ბაბუს ოზი დეიდაშვილები ყავს, ბიბიაშვილები ყავს, ვარშალემიზეები. იქ დარჩენ ჩვენს აქა კარი რომ გეისხლა მაინ გედეველთ. იქა ვესტუმრეთ მათასამოვდნენ. ისე ვიარებით, ისე ახლა ჩევალთ მაშინ ნახავთ. ვესტუმრეთ, yani იქა წებელთ, კირნაჩი სამოვეთ, მარადიჩი სამოვეთ. მოგეწონა, როგორია? კი, კაია. გავს ჩვენი სოფლები ერთმანეთს. აბა, გავს. ახლა ქვია მურათლი, ხო, ამ სოფელს? კი, ძველანდური მარადიდია. ახლა მურათლია. აი რომ კარი შეიკიდა მაშინ ქართული რომ იყო ჩვენი სახელი, თურქულად გედეიღენ და მურათლი დაარქვენ. ბოსტანის მყავან, სერავს მყავან, ჩაი, თხილი, ყველანაირი ვიჯებით. ახლა მომიყევით, როგორ დაქორწინდით, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორი იყო მაშინ ეს ყველაფერი? აი ჩვენ დანახვით დევნიშვეთ, მისი და აქა გათხოვლი იყო
იმის იანზე მოსული იყო და იქა დევნახეთ. მე წეველთ, ვიცანთ, ვითხოვეთ. მაშინ ელჩობა იყო, ხო? კი. ხო, ელჩობა. ბებერებმა ეთქვენ რომ ამის გოგო კაია, იმისა კაია, ისე წევდნენ დევნახთით, ისე ვითხოვეთ. რომ დაინახეთ პირველად თუ მოგეწონათ კი. მომდიარ. თქვენ თუ მოგეწონათ. მე სტემნახე მომწონდა. მე არ ვიცოდი ხებერია მქონდა, მე ბიბიამ ჩემი აბლამა მაგჩავა მიყვანა. მათ ისე მე უქნია. ხებერია ქვან რომ ამანა ერთმანეთი დავანახოთ და ისო მოწონდონა თუ ჰელავო. მე ხებერია მქონდა, ამან იცოდა მეგე რომ დემნახოვო. მე რომ აბლასთან წეველი უკან სახში იმან მითხრა რომ მე ასე საქმე გიზამებო. თქვენ სადაორი ბრძანდებით? მე შვახევი ვიყავი სოფელში. ბორჩხის სოფელში შვახევი. იქ ვიყავი და პატარა ვიყავი ლანცეკიზიაში და 18 წელი გაიტყო და ისა. დემნახე მომწონდა ის. ესე იგი შვახევი არის ბორჩხაშიც ეს სოფელი. არის. ბორჩხას არის სოფელში ზომეთი ზომოა მაღლა. ხო და რა გინდა მაღლიდან ქვემოთ გავაკეთოთ. ჩვენებურ საჭმელებს თუ აკეთებთ აქ? კი. რა გიყვართ? ფხალის არის, ლობიოს არის, სილორის არის, მაკარონას არის. სარმა ვიტყვით, ფხალიდან გავაკეთავთ. დოლმა. ბიბრისა. ყველამ ბევრი ვაკეთებთ. ზედაი მარადიდან ყველას ბევრი სელამი გეთვალებთ. და ჩვენც გელოდებით. ქვედა მარადიჩი. წარმატებები აბა. ჩაის წარმოება სოფელ მურათლისში შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს გაშენებული. ჩვენებურების უმრავლესობა აქ ჩაის ფაბრიკაშია დასაქმებული, რომელიც სოფელში 20 წელია ფუნქციონირებს. ჩაის ფაბრიკის დირექტორი წარმოშობით ქართველი, ქემალ იელქენჯი დიასამიძეა. გამარჯობა. როგორ ჯანმრთელობით? კაი ვარ, შენ რა ფერდა? მეც კაი ვარ. ქართველიდან გადმოხვედით, საქართველოსდან. საქართველოსდან გესტუმრეთ, დიახ. კაი, მე ერთი სისხლის ზათენ ქართველი ვარ. თურქეთში ვარ და ქართველი ვარ. შენი დიდი დედები ბათუმიდან აქ ჩამოსულან. დედე აქ დაბედებულა, მამაის აქ იმის უკან ჩვენ აქ დავბედეთ. აქ დავბადეთ. თურქი ვართ ახლა, ამა ისე დედეიდან, ბაბოიდან, ნენეიდან დავწავლეთ ქართული ლაპარაკო. არ გავაგდეთ, ჩვენი ღარჯებმა იციან. ამა წერილვა და კითხვა არ ვიცით. მაგრამ ლაპარაკობ. ხო, ესე ვლაპარაკობთ. ამა თქვენ თვითონ ვერ ვლაპარაკობთ. და ახლა საქართველოში თუ ჩამოდიხარ ბათუმში? თუ იყავი მარადითში თუ ჩამოხვედი? საქართველოში ბევრი ჩამოსული ვარ. 10 წელიწადია არ ჩამოვალ. COVID იქნა, იმის უკან არ ჩამოსულ ვარ. ერთად საქმე მაქვს აქ, მუშაობ. ისე დროს არ მაქვს. ამ სალია. დილაი მოვალთ, ღამეში მივალთ სახში. ფაბრიკა მომსახმობს. აქ იყონა და მუშაობენ იმათ ხელი არ გაიჭრას, ფეხი არ გაიჭრას, დასავონა და თელი. ეს ჩაის ფაბრიკა რამდენი ხანია რაც არსებობს აქ სოფელში და ჩაის ძირითადად საიდან იბარებთ? ახლა გაღმა უყურავდა, ის ჩაები არიან და თქვენს იცით და ჩაები. ასე მეორე სოფლებით არიან, იქიდან მოკრიფენ ჩვენი ისჭებმა იყიდებენ, იმის უკან ამ კამიონებით, მანქანებით აქ ჩამოვლენ, იმის უკან აქ ჰიჩ ხელი აწავავლობთ. გადაეცლება იმის უკან შავი ჩაი არია, იქ გააკეთავს დიდი ისმეები არიან, ჩვენ ჩვალი ვეთქვით, დიდი big bag ისმეები. იმას შავყრით, რიზეში გავგზავნით, იქ პაკეტები იქნება, იმის უკან გააყვიდავთ. ხო.
თანამშრომლები ქართველები, გურჯები ყავთ აქ? საქმერო გურჯის არის, ლაზის არის, მეგრელი არის, ხემშილი ვეტყვი ჩვენ ის არის, ჰიჩ თურქჩე, სადე თურქი არის. აქ მთელი ისი მეიდან ხალხი არის. ერთად. ხო, ერთად ვარ. ხო. თავარია ხომ კარგად ცხოვრობთ. ღმერთ მარტო ისი მე მიყოდე. ვიმყოფებით ზედა მარადითში, იგივე მურათლიში, რომელიც ისტორიული ბედუკუღმართობის გამო საზღვრის პირას დარჩა, თუმცა აქ მცხოვრები ჩვენებურები დღემდე ინარჩუნებენ ტრადიციული კერძების მომზადების მეთოდებს და დღეს ჩვენ ამ სოფლისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი სინორი უნდა მოვამზადოთ, რომელსაც ქალბატონი ჰაჯერი მოგვიმზადებს. ქალბატონო ჰაჯერ, გითხარით, აბა, როგორ ამზადებთ თქვენ სოფელში სინორს? რა სჭირდება? სინორი ასე დავაწყობთ, მე ჩვენებური ასე ჩავაწყობთ. დიახ. და ეს ავათავავთ. კი. შემდეგ რა ჭირდება? ეს დავასხავთ. ენცი ბაცაი წყალი მოასხავთ და დავალბობთ. დავალბობთ იმის უკან მაწონი დავასხავთ. მოასხავთ იმის უკან პაწახან შევდებთ, ბაცაი ხო. ბაცაი ასე მეიქნება იმის უკან ისე მე დავაკრით. კარგ. იაღი დავასხავ. იაღი ჭირდება, ხო? იაღი. იაღის უკან ეს გინდა დააკრი, გინდა არ დააკრი. ეს წიწაკა. ხო. ესეც ისე. შემე. გემოვნების ამბავია. თუ გინდა იხმარავ, თუ გინდა არ იხმარავ. გასაგებია. თქვენ ვინ გასწავლათ სინორის მომზადება? ჩვენი დიდმანებმა იცოდნენ, ჩვენს გევზარდეთ ისე, მივდიეთ დევწავლეთ. და დღეს მზადდება, ხო? ყველა კერძი ქართული. ახლა ჩვენი ჭვიტებსაც დავაწავლეთ, ამ ნებმა. ახლა ჩვენ მევხუცეთ, მოვუტრიალდით და ახალებმა იჯებიან. თუმცა ხო აკეთებენ? ხო. კი. დავიწყეთ მაშინ. მოდი აბა დავიწყოთ. როგორი გემრიელი სინორი გამოგვივიდა. აბა დავაგემოვნოთ. აბა გავსინჯოთ, როგორია.
ნახავ. თხილი იქნება. ძალიან გემრიელია. ასეთი გემრიელი სინორი მოვამზადეთ დღეს ჩვენ ზედა მარადიჩი, რომელიც ქალბატონმა ჰაჯერმა მოგვიმზადა და მას უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის. თუ თქვენც მოგინდებათ ტრადიციული გემრიელი კერძების დაგემოვნება და ჩვენებურებით დასახლებულ სოფელში მოგზაურობა, იცოდეთ რომ აქ თქვენი ნახვა მუდამ გაუხარდებათ. ფეხბურთის კლუბი არის ის ადგილი, სადაც ზედა მარადიჩი მცხოვრები ჩვენებურები ყველაზე ხშირად იკრიბებიან. ეს კლუბი 1989 წელს შეიქმნა და მას შემდეგ აქაურების თავშეყრის საყვარელი ადგილია. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგად, თავად? კარგად, მადლობა. ვათვალიერებ თქვენ სოფელს და როგორც გავიგეთ, თურმე თქვენი თავშეყრის ადგილი ყოფილა ეს სპორტ კლუბი. კი. ფეხბურთის კლუბი, როგორც ეძახით და აქ როცა თავისუფალი დრო გაქვთ, მოდიხართ და ერთმანეთს ესაუბრებით. კი ბატონო. აბა გითხარით რა თემებზე საუბრობთ ხოლმე აქ როცა იკრიბებით და თან გვიამბეთ სადაური ხართ, რა გვარი ხართ და რა ისტორიას ატარებს თქვენი გვარი. წარმაშობით ჩვენი წინაპრებმა იტყოდნენ გურია, იმერეთი. დაახლოებით 3 საუკუნე, შეიძლება 4 საუკუნე არ იქნა ჯერჯერობით, მაინც 3 საუკუნე წინ წამოსული არიან. კიკნაზე. ჩვენი წინაპრებმა მოყვებოდნენ ამ კიკნაზე ვართო, გურიიდან წამოსული არიან ჩვენი ყველა ნათესაობა, აქ გამრავლდნენ, წავდნენ იქეთისკენ. რა თქმა უნდა, საზღვარი ომეთ შეიკეტა მაშინ 36 უფრო ომეთ შეიკეტა. ჩვენი შინაურები, ჩემი მამიდა აქ დარჩა, მისი ქმარი დარჩა გაღმა. მაინ წასლა მოსლა ისე ჩუმად წასლა წამოსლა იყო. და მე ჩემი მამიდა იგებდა იქეთ. ის მერე საზღვარი გასხლებამდე იქ დარჩა. იმის მერე 90 ჩვენ კარიგერს და მაინც იქ ვიყავით. აბა იმის შემდეგ ყველას ნათესაები ყავან, თქვათ გამა. მე ჩემი მამამა ჩემი ყვანდა დაბლა ბებიას სახელი დაუძახდი გამისკენ. მაშინ კომუნისტების დროა იყო. აწვალებდნენ ჩვენი შინაურები, მაინც შეიძლება არ ვიცოდო მისე აწვალებენო. მაღლა ბებია გადმოვდოდა ძმებს მუტირებდა კახაბერძეები, ძმები ყავდა იქა. რა ვიცი, ყველას ნათესავი ყავდა აქ. 90-ის მერე ეს ნათესაობა გავაგზავნეთ. კენაჩი გეველით, რა ვიცი, ნათესავებთან გეველით. ერთმანები გევსანით, ქორწილებში წეველით, ტილეში ვიყავით. და ასე ვაგზავნეთ მიდის. ძალიან დიდი განსხვავება იყო, მაინ ჩვენ ახლა მე ერთი 17 წელი მუსიკანტობა ვქენ, 94-ში დავამთავრე. და პირველად მე გეველითიკა ქორწილზე მოვხდი კენაჩი. მაშინ ჩვენ ნათესავებმა წამიყვანენ, ახლა გაპიტაიზების ქორწილი იყო კენაჩი, ჩვენ ისე მაგედა იქნება, თამადა იქნება, თამადამა ყველანფერი იწვის. არ ვიცოდით, წესი არ ვიცოდით. პირველად მე იქომეველი ჩემ მამიდაშვილმა ნათესავებს თქვა მისი შვილს ასლან შალეგაძეს ჩემი ტაიაშვილი მოცავეო რა მოცავეო თქვა მეტი ქართულად ვერ ვამცხადებდი მე მაინც და იქ წეველით ერთი ჭიგა ორი ჭიგა რა ვიცი
ჭიგა მაგიდაზე ჩვენ თაბადალალი არ ვიცოდი, იქიდან თამადამა მადღე გძელებენ, იმანდალია გული ჩვენ დავლიეთ. ჩემზე მოსვლამდე დავთრი ესე, ჩამომიყვანა აქ სოფელში გობო, კენაცი. და უკეთები მიზახ. და ერთი რამეთლი პეტრე იყო, იმან თქვა რაჭირს ამასო და კტები იზახსო, რა არ დალიავო, ღვინოვო. შემაგრე 5-6 წიგე თომა კაცი მომკტარიყო საქართველოში კაცი არ შემოგდოდა. ესომე თქვა ძალიან გამიხარდა. გადაუჩინეთ და პირველად რომ ჩვენი ნათესავებთან გედებენ ბებია მითხრა შენ რომ პირველად ბადიში აქ გადმოხვალ აქედან და დაგაქორწილონა სიტყვა მითხრა დროებით ისე ქორწილი იყო ქორწილზე წევედით გოგოვიცად 5 წელიწადი ვაკითხე ერთი 5 წელიწადი აკითხავდით კი თურქეთის ალაზე 5 წელიწადი ქორწილზე ძალიან ბორი ამხანაგები წერა დაგენა მე რა ისე ქორწილი გავაკეთე ნიშანი გავაკეთე და მეუყვანე სოლი აქ ესე იგი ქვედა მარადიდიდან არა კირნათიდან მოიყვანეთ აქცო აბაშიძეა გვარი როგორი იყო თქვენი ქორწილი სტუმრები თუ ყავდათ იქიდან აქედან თურქეთთან ბევრი სტუმრები მყავდა ქორწილი იქ გავაკეთე კირნათში იმის მერე აქაც ქორწილი გავაკეთე კაი ქორწილი იყო ქართული ცოლის შერთვის შემდეგ ისწავლე ესე კარგად თუ მანამდე არა ქართული ენაზეთან დიდებმა თათ ლაპარაკობდნენ ბებიამ თელმა ენაზე ხომ პრობლემა არ მქონდა ნამა ასე მაგრად ვერ ვლაპარაკობდით. ენა მე გავტეხეთ საქართველოს. გავტეხეთ yani. წინ არა მესმედონემა ენაზე ისე მეფაცაი ისე მე დავჭით და ვერ ვლაპარაკობ. ახალგაზრდებმა ძალიან ბოლმა ქართულად ლაპარაკი არ იციან. ახლა ჩემი ბაგნებმა წერვას იციან, კითხვას იციან. დედა ყავთ კირნათელი და იმიდო. სულთა კალკული ვარ ჩვენ. სკოლაში მოსვლამდე ჩვენი ტოლა, ჩვენი თანაკლასელები ყველა ქართულად ძალიან ყველამა ქართულად ლაპარაკობ. სკოლაში მომავალ ამიგზავნო ეს ქართულად ლაპარაკი სკოლაში არ შეიძლება თურქულად დაისწავლო. რა თქმა უნდა, წერვა კითხვა რა ყველაფერი და ისწავლო. და ენა იმის ვერ გავდაგე და ეს ახლავე შეიძლება ყველაფერი რომ ვიგებთ ისე მაინ არ იყო. აი ხა ესე იგი დადიხართ საქართველოში. გააქვთ მჭიდრო ურთიერთობა ნათესავებთან და რაც მთავარია ერთმანეთი არ დაგიკარგავთ. არა. არა მე აინებს და მივდივარ ქორწილი იქნება წევალ, წირილი იქნება წევალ. თუ ხებერში ვიქნებით პრობლემა არ მექვს. კარგი, დაგემშვიდობებით, ფესტივალს უნდა შევუერთდე, რომელიც სულ მალე დაიწყება და მინდა რომ წარმატება და ჯანმრთელობა გისურვო. კარგად ზარდებოდეთ, მადლობა თქვენ. კარგად. ვაშლის ფესტივალისთვის მზადება ჩვენებურებმა დილიდან დაიწყეს. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან როგორც სოფლის მაცხოვრებლები, ასევე საქართველოდან ჩამოსული სტუმრებიც შეიკრიბნენ. ტრადიციის თანახმად ამ დღეს ქალბატონები სოფლის ცენტრში ვაშლისგან სიროფს ამზადებენ. იქვე ახლოს კი ცეკვა სიმღერა გვიანობამდე გრძელდება. დემირელმა იგივე ვაშლის ფესტივალი სოფელ მურათლისში უკვე მეორე წელია ტარდება. ფესტივალი ქართული კულტურისა და თურქული კულტურის დაახლოებას ისახავს მიზნად და აი ამ ფესტივალის სანახავად აქ როგორც ადგილობრივები, ასევე საქართველოდან ჩამოსული სტუმრებიც არიან. ჩვენ ჩამოვედით ბათუმიდან, ვართ სოფელ მარადიჩი, ქალაქ ბორჩხას ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, სადაც დღეს არის დემირელმა ვაშლის ფესტივალი, შეკრებილია ჩვენი ქართველობა, ძალიან გვიხარია, ჩამოვედით ჯგუფი და ალბათ ჩვენც ვასიამოვნებთ აქაურ ქართველებს ჩვენი ცეკვით, სიმღერით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ერთად ყოფნას, კულტურათა გაცვლას, ქართული ცნობიერების სიღრმეში შესვლას და ერთ მუშტად შეკვდას. მე ამას ვხედავ. ქართველების ერთად ყოფნაა ეს დღეს ჩემთვის. სამშობლოდან სამშობლოში მოვედი, ეს შეგრძნება მაქვს უპირველესად. პირველად ვართ აქ სამწუხაროდ და საბედნიეროდ რომ მოვედით, ჯგუფი ლიტერატურა იალაღებზე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ნახე ჩვენებურები, მოვეფერეთ და დღევანდელი დღის მნიშვნელობა იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რამდენადაც საკუთარ სახლში ყოფნა. დემირვაშლის ფესტივალი დემირი კინა ნიშნავს. კინის ვაშლი. რა ვიცი, კაი ვაშლია.
ჯანმრთელობის სინკაია. ხალხმა სეირობენ, დრო ატარებენ, ერთმანები კარგად ცნობილობენ. 2 წელიწადია კაი რომ ვაშლის დემირელმა ვაშლის ფესტივალია. ვაშლი ახლა გავწვდებით, წვენი ჩამევტანეთ. აქავრობასთი რამინდანან ასე ფესტივალი კაი. ბათუმიდან სტუმრების გადმოდიან, ჩვენებიდან ჩამოვდონ ბორჩხი და მაქა. მიხარიან 2 წელია ფესტივალი იჯებნება, მიხარიან, აბა ერთის აქავრის სინირი გაიცნობოდეს, კარი გაიქნება აქედან. ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ზედა მარადითში. მართლაც არაჩვეულებრივი ერთი დღე გამოგვივიდა. მოვისმინეთ ბევრი საინტერესო ისტორია, ვნახეთ ჩვენებურების ყოველდღიურობა და მივხვდით, რომ ზედა და ქვედა მარადითი მხოლოდ რუკაზეა 2. აქაურებისთვის კი ის კვლავ ერთი სოფელია თავისი მდიდარი ისტორიით და ტრადიციებით.